გავეცნოთ სტატისტიკას. სტატისტიკას. მოდი სს მოვაშლი. გავეცნოთ სტატისტიკას. ეს არის სტატისტიკა. სტატისტიკა ძირითადად რა, პრინციპში მთელი იდეა ეგ არის სტატისტიკის, მონაცემებთანაა კავშირში, მონაცემების დამუშავებასთან და ასე შემდეგ. ესე იგი, მონაცემები. ანუ ძალიან ჭიდრო კავშირი აქვს მონაცემებთან, ანუ შეგროვებულ მონაცემებთან და მუშაობასთან ამ მონაცემებზე და არა რაღაც ფუნდამენტურად არსებულ კანონებთან მაგალითად. როცა სტატისტიკას ვაკეთებთ, ამ სტატისტიკით, როცა ხელმძღვანელობთ, როცა რაღაცას ან კვლევას, ან უბრალოდ მაგალითებს ან ასე შემდეგ, ცოტა ღია ფერს ავიღებ. ვაკეთებთ აღწერით სტატისტიკას ბევრს. ანუ აღწერთ რა უბრალოდ რაღაცებს, ანუ რაღაც შეიძლება რაღაცების რაოდენობებს ვითვლით, შეიძლება რაღაც მონაცემების ცხრილს ვაკეთებთ, რომელსაც მე ვაანალიზებთ. მოკლედ, ერთი ნაწილი ასე ვთქვათ სტატისტიკის ეგ არის და მე უფრო და უფრო ვუმატებთ ჰიპოთეზებს მაგალითად, დასკვნებს და ასე შემდეგ. მსგავს რაღაცებს არ არის მნიშვნელოვანი ყველაფრის ჩამოწერა. მოკლედ, იდეა ის არის, რომ არის სტატისტიკა კავშირში იმასთან თუ როგორ აიღებ შენ რაღაც კონკრეტულ მონაცემებს და აღწერ ამას. და შემდეგ ასევე როგორ გამოთქვამ რაღაც მოსაზრებას ამ მონაცემის შესახებ. აი, ძალიან ესე უბრალო და მარტივი შესავალი რომ გავაკეთო სტატისტიკის, აი ესე დავიწყებ. თქვათ გვაქვს უბრალოდ მოცემული, აი რაღაც რიცხვები, აი თქვათ მე მაქვს ბაღი და იქ რაღაც ყვავილებია და თქვათ ამ ყვავილების სიმაღლეები არის 4, თქვათ სანტიმეტრები 3, 1, 6, 1 და თქვათ 7. და თქვათ ვიღაცა მოვიდა უცებ და მეკითხება რომ შენი ყვავილების აი სიმაღლე რა სიმაღლის ყვავილები გაქვს? ეხლა ხო არ ჩამოუთვლი, ანუ კი შემიძლია 6 ცალი ყვავილი თუ მაქვს ჩამოუთვლი, მაგრამ იქნება არც ვიცი, ან იქნება უბრალოდ მეკითხება ისე ზოგადად რა, ანუ რა სიმაღლეა. რა უნდა უპასუხო? და საერთოდ როცა დაიწყე სტატისტიკის ჩამოყალიბება მაშინა ზუსტად ეს კითხვები ამოძრავებდა ხალხს, რომ აი რანაირად უნდა უპასუხო ასეთ კითხვას, როცა რაღაც დიდი მონაცემი გაქვს. ეს არ არის დიდი, მაგრამ მაინც ანუ ხომ არსებობს დიდი მონაცემები. და სწორედ მან ჩნდებოდა ეგეთი კითხვა უფრო მნიშვნელოვანი. როგორ უნდა აღწერო მოკლედ და ესე კომპაქტურად, მაგრამ ისე რომ ბევრი ინფორმაცია გადმოსცე მასზე. და არსებობს ამისთვის საშუალოს ცნება, ხო? ესე იგი რაღაცნაირ საშუალო გაინტერესებს. ოღონდ ოიმე ღერაშუაშია. საშუალო. ოღონდ როგორი საშუალო? ანუ არ გულისხმობ აუცილებლად არითმეტიკულ საშუალოს. ანუ ამ საშუალოში უფრო გულისხმობ ყოველდღიურ გაგებას, სადაც გეკითხებიან მაგალითად რაღაც ტიპიურ მონაცემს. ანუ მაგალითად შეიძლება გეკითხებოდნენ აი ყველაზე ხშირად რა გხდება, ან შეიძლება გეკითხებოდნენ მაგალითად საშუალო როგორც აი შუა, აი რასაც შია არა შუა. აი რასაც ქვია ესეთი აი მთელ ამ მონაცემების სიმრავლეში აი ზუსტად ცენტრში რა მდებარეობს. შეიძლება ცოტა უცნაურად ჟღერდეს ახლა, მაგრამ ანუ იგულისხმება რა ინტერესი არის ცენტრალური ტენდენციის. ანუ რა აი ტენდენცია რისკენ აქვს ამ მონაცემებს, აი რა თვისება, რა კანონზომიერება შეიძლება გამოიკვეთოს, რა მახასიათებელი და ასე შემდეგ. ცენტრალური ტენდენცია. ეხლა რაღაც ტერმინოლოგიის სროლას გავს ეს ყველაფერი, მაგრამ ნელ-ნელა ამ ყველაფერს შევეხებით, უბრალოდ მინდა ზოგადი იდეები მოგაწოდოთ თუ რასთან არის კავშირში სტატისტიკა. და ესეთ შესავალს გავაკეთებ, როგორც ვამბობდი. სამ ძალიან პოპულარულ ტერმინს განგიმარტავთ სტატისტიკის. პირველი არის არითმეტიკული საშუალო. არითმეტიკული საშუალო, მოდი დავთვალოთ ამის რა არის. ანუ ზოგადად არითმეტიკული საშუალო რა არის? მონაცემებში, ანუ მონაცემების ჯამი გაყოფილი მონაცემების რაოდენობაზე, ხო? მონაცემების ჯამი არის ამ რიცხვების ჯამი, ანუ 4 + 3 + 1 + 6 + 1 + 7 ეს გაყოფილი რამდენზე? 6 მონაცემი გვაქვს სულ, ხო? 6-ზე. ეს რის იტოლია? 4 + 3 არის 7 + 1 არის 8 + 4 არის 14 + 1 არის 15 და 15-ს დამატებული 7 არის 22. ესე იგი 22 მე-6. 22 მე-6 არის იგივე რაც 3 და 4 მე-6. 3.4 მე-6 იგივე რაც 3.2 მე-13. ანუ კიდევ უფრო უკეთ თუ გვინდა ჩავწეროთ და კომპაქტურად 3 და 6 პერიოდში. ნუ ეს არ არის მნიშვნელოვანი, ანუ ეს არ არის რაღაცა აბსოლუტურად ესეთი, ანუ მნიშვნელობა აქვს როგორ ჩავწერთ ამას, ინფორმაცია გადმოვეცით უბრალოდ რამდენიმე ნაირად. მეტი არაფერი. ისევ, ანუ ეს
სტატისტიკური ტერმინოლოგია და სტატისტიკური მეთოდები და იარაღები მუშაობს მონაცემის დამუშავებასთან და არა რაღაც ფუნდამენტურ კანონებთან, როგორც არის მაგალითად π, რომელიც წარმოადგენს წრეწირის პერიმეტრის შეფარდებას დიამეტრთან და ასე რაღაცეებთან არ აქვს კავშირი. აი ისეთ რაღაცეებთან არ აქვს კავშირი, რაც ცოტათი აქვს, მაგრამ არც ისე აქტიურად. რაც ბუნების კვლევისას აღმოვაჩინეთ. Პირიქით, ჩვენ თვითონ შემოვიღეთ რაღაც მექანიზმები, რითაც უფრო გავიმარტივეთ რაღაცების აღწერა. კარგი, შემდეგ არის მედიანა, რომელიც შეიძლება გაგიგიათ უფრო გეომეტრიულ კონტექსტში. მედიანა არის ესეთი რაღაცა. მე რომ ავიღო და ეს მონაცემები დავალაგო, აი თქვა ზრდადობის მიხედვით დავალაგო ეს მონაცემები, ხო? შუაში, აი ზუსტად შუაში რა მონაცემი მექნება, რა იქნება ეს? მოდი დავალაგოთ და ვნახოთ, ესე იგი 1 3 4 6 და 7. ესე იგი, ეს იქნება დაალაგებული მონაცემი, აი ამის დაალაგებული ვერსია. ხა ზუსტად შუაში თუ დაუკვირდებით, გვაქვს 2 მონაცემი და არა 1. 2 რიცხვი არის. როცა ასეთი შემთხვევა, როცა კენტი რაოდენობა არ არის, ხო? და ამიტომ შუაში 2-ია. ვითვლით მის საშუალო არითმეტიკულს. ესე ძალიან მარტივად ვწყვეტთ, რომ მედიანა არის შუა 2 რიცხვის საშუალო არითმეტიკული. ანუ ამ შემთხვევაში მედიანა გამოგვივა 3.5. ზუსტად 3-სა და 4-ს შორის. აი მაგალითად, რო გქონოდა რაღაც შემთხვევა, სადაც გვაქვს თქვათ მოცემული რიცხვები რაღაცა 0, 7, 50, თქვათ 10,000 და თქვათ მილიონი სიტყვაზე, ხო? აქ მედიანა რადგან კენტი რაოდენობა არის რიცხვების, იქნებოდა ეს. ძალიან მარტივად და უბრალოდ. ერთ-ერთი ყველაზე მარტივი აღმოსაჩენი არის მედიანა, ოღონდ დაალაგებულ, ეხლა მე დაალაგებულად დავწერე ეს, დაალაგებულ მონაცემებში. კარგი, ესეც გავიარეთ, ესე იგი, ეს იქნებოდა მედიანა. საინტერესო გამოყენება აქვს, შეიძლება თავიდანვე არ ჩანდეს, მაგრამ მაინც მედიანასაც ნელ-ნელა ყველაფერი გამოიკვეთება და ბოლო ტერმინი, რასაც ახლა განმარტავ, არის მოდა. მოდა არის ძალიან უბრალო იდეა. მოდა უბრალოდ ამბობს ყველაზე ხშირად რა მონაცემი გვხვდება ამ მონაცემთა სიმრავლეში. შეიძლება საერთოდ არ არსებობდეს მოდა. ანუ შეიძლება იყოს რაღაც თითოეული მონაცემი იყოს ერთმანეთისგან განსხვავებული, ან ყველა თანაბარი რაოდენობით იყოს, ანუ მოკლედ იმის თქმა მინდა რომ თუ გამოკვეთილად ხშირად არ არის რომელიმე რაოდენობა, მაშინ მოდა არ არსებობს. ჩვენს მონაცემებში მოდა გვაქვს, თუ დაუკვირდებით, ორჯერ გვაქვს ერთიანი, ნახეთ აი ეს ერთიანები არის 2 ცალი, დანარჩენი თითოა. ესე იგი, ამ მონაცემის მოდა არის 1. მე მორჩა გათავდა ესეთი მარტივი იდეა. მარტივი იდეა და ყველაზე იშვიათად გამოყენებული, მაგრამ რეალურად თითოეული ეს ასე ვთქვათ, სამუშაო იარაღი მთელ რიგ სიტუაციებში ძალიან გამოსადეგია. საშუალო არითმეტიკულზე საუბარსაც არ დავიწყებ, ალბათ უამრავ ადგილას შეგხვედრიათ და ალბათ თქვენ თვითონ მილიონ მიზეზს მოიფიქრებთ, თუ რატომ შეიძლება იყოს საინტერესო. აი მედიანას და მოდას რაც შეეხება, ესენი უფრო მაშინ შემოდიან თამაშში კარგად, როცა შენს მონაცემებში შეიძლება რაღაც უცებ გიგანტური რიცხვი იყოს, ერთი რომელიც ძალიან უცნაურად არევს საშუალო არითმეტიკულს და რაღაც მონაცემებს, რომელიც უფრო გასაშუალოებულ ინფორმაციას გვაძლევს. და ამ დროს მედიანა და მოდა კარგად გვიჩვენებს, რომ სინამდვილეში ეს გადახრილი უცნაურად საშუალო შეიძლება იყოს დამსახურება რაღაც 1 ან 2 რიცხვის, ან რაღაცა არაერთგვაროვნების მონაცემთა სისტემაში. ანუ მოდას და მედიანაც გარკვეულ შემთხვევებში, ამიტომ საკმაოდ გამოსადეგი იარაღები არის.